გამარჯობათ მეგობრებო, დილა ფრევისა, ჩემთვის დილა არის, რა თქმა უნდა. ეხლა თქმა უნდა, როგორ ხართ? იმედია ხართ, კარგად. ცოტა ხნის წინ არა, დილით გავიღვიძებ, მაგრამ ცოტა ხანი ვიწექი საწოლში. ყავა დავლიე მერე და ჩავიცვი და ფიქრობდი, ძალიან მიზერებოდა ვიდეოს გადაღება და ავიღე უბრალოდ კამერა და დავიწყე გადაღება, რომ მეთქი რა გეზარება. გამოვხიზდი. აი, ხომ ხედავთ როგორ ვარ. გიჟის სახემა ფაქტიურად გიჟივით ვარ, თმებით ხო გიჟივით მაქვს. აი ასე. ჩავთე კამერა მეთქი ვიდეოც ჩავწეროთ ხოლმე. და რაღაცები გამოვიწერე კიდევ. წინა ვიდეოში ხო გითხარით რაღაცები რომ ჩამოვიდა რომ განახეთ იმის მერე ხო კიდე გამოვიწერე და ის ჩამოვიდა და იცი რას ვფიქრობ ხა ეს შუქები ხوار ჩავთო თქო აი ეს შუქი მაქვს კიდე ეს შუქი რა ეს ანუ ეხლა რაც რითიც ვიღებ მე არის დიდი შუქები ასეთი რომ ძალიან დიდი რა პროფესიონალური აი უზარმაზარია ეს არის ძალიან ალბათ ამ ხელა ჩანს ამასთან შედარებით და ეს მქონდა ისე მედო რა და მოხსენის თავისი სხვა აქვს ის ფეხები და მოხსენი მაგფეხი და ეს მქონდა პატარა დასადები ტელეფონის და ის ტელეფონის დასადები მოხსენი და ამას გავუკეთე ამას მერე და მგონი უფრო იდეალური არის ეს და ეგეც მაქვს მაგრამ დიდ შუქებს აღარ ვთავ იმიტომ რომ ჩემ ვიდეოებს რო ვუყურებდი ჩანდა თუ როგორი ძალიან შუქი იყო და ცუდად ჩანდა მერე ჩემი სახეც. ამასაც იმას ვიზარ ჩავთავ ნახოთ რა და გამორთავ მე. იცი? ნუ რა თქმა ორი ცალი, მაგრამ მაინც მაინტერესებს. როგორ იქნება ერთად უფრო კაი იყოს. აი დიდად რო თქვა იყოს მეც ის არა აქვს ძალა არა აქვს აი ისეთი დიდი შუქი აქვს მაგას ძალა არა აქვს ის ისად მაქვს პულტი სადღაც მე და პულტი საჩოთე სადმე აი იცი ეს შუქი ჩამოქრდი მაინტერესებს როგორ იქნება იმ შუქის გარეშე ეს ვერ აქვს მე ამ შუქსაც ავანთებ და ფარდასაც გავწევ აი ეს ფარდაც გავწევ ფერები დავანახო როგორი არის იყოს ეს ხო ძალიან არ წყლის ძალიან და უკარია ხო პრესობობდი და მოიკდა ხო განახეთთ რა ვიყიდეთ ხო რები მაქვს ნაყიდი და თან მოვიკითხავ თქო რა როგორ არის იმიტომ რომ ვიდეო რამდენი ხანი ხარ დამიხე კარგად ანუ ხშირად აღარ ვიღებ უფრო რა თან ისე რა ვიღებ უბრალოდ გავიწმინდა სახეს ახლა აი ამით ვიწმინდა ურევ ხოლმე რომ კითხეში ზეთი აქვს თავისი რაღაც გავიწმინდა უბრალოდ სახეს რომ მე სადა მაკიაჟს გავიკეთებ აი ძალიან სადას კონტურს და ბლაშს ავისმომერთო და всё მე რა რო განახებთ რაღაცებს ხო და ეს ჩემთან ახალი წელია უკან ის ძალიან ის არის ყურის ხო თუ არა აი ნუ ცუდი ვერ ხო გადავაგდოთ ცუდო არის აი ეს ზოგადად მაკიაჟს არ ვიყენებ როგორც იცით ანუ საჭირო არ არის და ამ ფილტრებს რო იდებთ ხოლმე კიდე Facebook-ზე დებთ ხოლმე და ინტერნეტში
ადრე მეც ვაკეთებდი ხოლმე კი ეგეთ ახმობით ფილტრის გარეშე ფიზიკურად ფაქტობრივად არ ვდებდი ხოლმე რა ვერ ვდებდი ხოლმე ხო და იცი რა არის ამ ფილტრებმაც მიჩვევა იცის ჩემი აზრით ერთი ორ სურათს რო გადაიღებ ფილტრით მე როგორ შენ თავი აღარ მოგწონს კამერაში ანუ როგორიც ხარ და ეს სურათებს კი აღარ იღებენ რა იღებენ ფოტოშოპებით აკეთებენ და რა ვიცი რა ზოგი ფეხს იგრძელებს ზოგი ტანს იგრძელებს ზოგი სახეს იჩუტავს და რა ვიცი ეს რა უბედურება შემოვიდა რა არის აი საერთოდ არ მოწონს მსგავსი რაღაცეები საერთოდ აი როგორიც ხარ ისეთი ხარ რა ვიცი ვისთვის როგორ ალბათ მოდი უცბად წავისვამ ახლა მას მე ბევრი არ ვილაპარაკო ძალიან არ გამიგრძელდეს 6 წუთი გავიდა უკვე მაზის წასმის დროს გითხარით რომ მიწისლდება სახე ეგრევე და ეგრევე გადამდის ოღონდ მე ესეთის მოქვს რა ვიცი სხვადასხვანაირი კანი აქვს აი მაზის წასმის არანუ სახეზე შევეხები აი რო დავიმასაჟო კიდეც ან რაღაც ასე აი ეს ჩემი სახე როგორ არის როგორ გამოიყურება ეხა ის მაქვს გაწითლებული მაგრამ რა თქმა უნდა ეს ფჩხლები ვერ გავერე და ვერ გავიკეთე რა არც და ყალში ხავსია დავიწყოთ აი ასე აი ეს გადავიხოთ და ისე მინდა მე დასასაცდა თმოგესთან ვერთ აი მქონდეს შენ მოდავწევ გადაღებას რა ჩვენ დასთან რა ვიყიდე და შემდეგ გავაკეთებ ლაპარაკს თუ რაღაცა არის თმები როგორ მოგხმერთო საერთოდ კატასტროფას მაგ კაიფსი დავწყებ მასკების ჩვენებით წინდების წინდები ანუ ეს შეფრა არის და ეს შეფრაში 1 2 3 4 5 6 7 ცალი არის რომელშიც ფასდეკლებით გადავიხადე სავარაუდოდ 2.5 ან 3 евро ფასდეკლებზე ვიყიდე აი ეს ვიყიდე კიდე ბოტასებზე ჩასაცმელია თხელები რო არ ჩანს ეს ვიყიდე მაგრამ ეს მაღალტყელიანი არის ну ისეთი სიმაღლე აქვს არ არის ძალიან დაბრყელიანი 5 წყვილია ესენი კიდე ну 2.5 მეც საერთოდ თამაში და არის 1 2 3 4 5 7 წყვილი და ესეც იგივე არის და ბოტასზე ჩასწმენ და ეს მქონდა წინაზე განახეთ რომ გამოვიწერე ესეთი არის ნახეთ ანუ ჩაყო ფეხი რა ანუ არ ჩანს ნასკი მე პოსტზე ნასკი ჩანს მაგრამ ეხლა ცოტა ისეთები მაქვს რომ ჩანს ყველა ბოტასში იმიტომ რომ ესენი აღარ მქონდა გამიფურჭეთ დიდ გამიხათითებს და გადავყარი ისინი შემდეგ ანუ ეს ტოპი ვიყიდე და ფასი რომ გითხრათ შეგიძლია გემართებოდ 1 ევროთ ვიყიდე ეს მე ესეთი არის შეიძლება იფიქროთ რომ ეს კარგად გექნება და კი მეც მესე მეგონა და კარგად მაქვს არის სმოლი ან ტოპია რა არის საფხულისთვის წის რაღაც წითელი მინდოდა ძალიან კაია ხოთაშორის აი ესეთი არის ეხლა ვერ განახებ ჩაცმოთ იმიტომ ძალიან მიზარება და ძალიან ბევრი დროს წაიღებს ესეც ტოპი არის ну ტოპია რა ანუ მასე ჩანს ხა ცოტა გზელი ჩანს აი ესეთი ყელი ლამაზია და
ეს ვიყიდე იცი რატო? ადიდასის ბუტასები მაქვს ლურჯი და ძალიან მოუხდება თქო და ჯინსის შოროსაც ძალიან მოუხდება ეს ჩატანიებულიც, ანუ თუ ჩავიდა რა, თუ მაღალწელიანი ჩავიცვი. და ერთი ხუდი მაქვს ლურჯი კიდე და ისიც ძალიან მოუხდება. ცოტა ძალიან დიდია, მაგრამ არა უშავს. ეს. და ამაში ორიევე მივეცი როგორც მახსოვს. ანუ ზუსტად ფასები არ მახსოვს, მაგრამ ანუ გეტყვით რა ფასი გადავიხადე. ამაში 2 ევრო გადავიხადე მახსოვს. და ძალიან ლამაზია რა, ძალიან. ტოპი არის ესეც. და ამაზე გამოვიწერე შარვალი, ჭაობისფერი ამისთვის რა და ძალიან ლამაზი არის იმას განახდა. ეს ზედა არის. ისეთი ნაზი არის. ისეთი ნაზი, აი რავი რა შევადარო. აი რავი თქვენც რო აღიქოთ ახლა მაგალითად. აი ძალიან ნაზი არის. ძალიან ლამაზი არის ჩაცმული ხოთა შორის. აი ძალიან მე რავი ვიდეოებში განახებთ. აი ასე. ამაში აი სამნახევარი მივეცი ამაში. ესეც გზაიკლავიანი. ესეთი თხელები იმდენად აღარ მქონდა, უფრო ესეთი რაღაცები მქონდა რა და ესეთებიც მინდა ხოლმე ის ჩატანიება და ის ჯინსის შარვალში. ეს არის უფრო მეტად ნაზი, აი ისეთი ნაზი, ისეთი, მაგრამ ოდნავ მძიმეა. ნაჭერი არის და სხვა შორის ძალიან კარგია. ეს ფერებში გადის ნახე. საროჭკა ვიყიდე და ეს საროჭკა არის მედიუმია და მეთქი მედიუმი ან კარგად მექნება თქო, ან ოდნავ პატარა თქო რა. ხო და რა პატარა, პირიქით დიდი მაქვს, საკმაოდ რა, ნუ ერთი აი სმელი რო იყოს იდეალური იქნებოდა რა, ანუ ასეთი არის. აი ასეთია რა. და მე რავი მე როცა გამოვიწერ ამას გადასაცემს უყიდი რამეს და ერთად ჩავიცნო ძალიან ლამაზი იქნება და ისეთ ძალიან ლამაზი იქნება ჯინსებზე საერთოდ ძალიან მინდა და აი ესეთი და ეს შარვალი გამოვიწერ აი ჭაობისფერი თქო იმ ზედასთან თქო აი ესეთი არის აი ესეთია მან გაშლილი არის ქვემოდან გაშლილი არის და ზუსტად მაქვს არც მე ფხოტიალება ძირს და ნუ ჩოლებრივ მაქვს რა იდეალური არის აი ეს ძალიან კაია რეზუმე არის 38 არის მაგრამ ანუ მეცვა ხოლმე 40 ზონა ზოგადად რა და მე რაც დავიკელი 38 გამოვიწერე მე რა და დიდი მაქვს ესეც ანუ თავიდან რო ჩამოვიდა მე პატარა თქო მაგრამ რო გავიზონე იცი როგორ მაქვს უკან წელის მხარე აი ეს მხარე მაქვს დიდი ამაში და ანუ გადის უკან რა ხო და მე კამარს ვიკეთებ ხოლმე კამარი გავიკეთე მე ისი ჩავიცვი მაგრამ ანუ დიდი არ მაქვს ძალიან მაგრამ ერთი ზონით პატარა რო იყოს ახლა 36 რო იყოს ეს მაგალითად უკეთესი იქნებოდა რა იმ ხრივ რომ კარგად მექნებოდა რა და აღარ დამჭირდებოდა არც კამარი და არაფერი უფრო მეტად მოტკეცილი იქნებოდა და უფრო ლამაზი იქნებოდა რა ძალიან ლამაზია ტანზე არის ზღაპარი მართლა მეცვა ერთხელ მეცვა უნდა ნუ 2-3 დღე რაც ჩამოვიდა სხვადასხვა შემდეგი ეს ზედა არის კიდე მოიცადე აი ისეთი ლამაზია ეს ზედა ისეთი ლამაზი გული აქვს 4 კუთხედი რაღაცნაირი ტოპი არის ესეც ამაში 2 ანუ ნახევარი მევეცი აი ნახეთ 4 კუთხედი გულია და გულს ისე ლამაზად აჩვენებს აი ნებისმიერი ზედა რო აიღოთ 4 კუთხედი გული აი რა მქონდა კიდე ერთი ზედა 4 კუთხედი მახსოვს გზეკლავიანდი ისეთი ლამაზი იყო ისიც და დამეჯერდა აი ულამაზესია მე ერთი დღე ჩავიცვამ და განახებთ აი სასწაული მან ეს ზედა გუშინ მისვა სამუშაოზე აი ესა აი ესე აი როგორ მაქვს თავისუფლად მაქვს რა თან დიდი მაქვს თან თავისუფლად მაქვს რა მაგრამ მიყვარს მოტკეცილის ახლა ეს მირჩევნია მაგალითად არის ძალიან ფუმფულა ძალიან თბილი აი ნახეთ
აი და ესეც ეს ვიყიდე კიდე კიდე ვიყიდე მოტკან ეს ზედა ადრინდელი დაყიდე ძალიან ადრე ვიყიდე მაგრამ ათენში რო ვიყავ მაშინ ეს ახლა ვიყიდე ეს ხდა 8.5 თუ 9 ევრო ფასდეკლები მქონდა და მაგით ვიყიდე ეს ყველაფერი თორე ისე არ ვიყიდე ზოგადად კურტკები ძალიან ბევრი მაქვს და საერთოდ არ ვიყენებ ანუ არ ვიყენებ კურტკებს საერთოდ იმიტომ რომ კურტკები ზოგადად არ მომწონს არ მიყვარს ანუ რა ზოგადად კურტკები რომელიც თავი მგონია რომ ვეღარ სუნთქა თქო და მეტი დავიწერთ რამე ისეთ ხელი პოდკასტ თქო რა რომ იქნება და ჩავიცო მეთქი და აი ძალიან თხელი არის ძალიან ნაზია და რო ჩავიცვი აი მივხვდი რომ ჩემი იყო აი იმდენად კარგი იმდენად რაღაც ნაზია ჰაეროვანია და თხელი და თან გათბობს და ქუდი აქვს კიდე უკა აი ქუდი რო არ ქონდეს უკეთესი იქნება და ჩემთვის მაგრამ მე ქუდები ხემდანეთი არ მიყვარს არ ვიყენებ და სხვათა ძალიან მაზია არის ძალიან მოდენა აჰეთ ძალიან კაი არის ეს ტრეზომა არის გონი ლარჯი არის ხო ლარჯი არის ეს და რატო გამოვიწერე ლარჯი იმიტომ რომ იქ საიდანაც ვიწერდი ხო კომენტარებში ეწერა რა სურათები ქონდათ აკრთული და თქვენს რომ ზომა-ზომაზეო არ გადისო რა და ანუ ერთი ზომი თუ დიცო აიღეთო რა ხო და გამოწერმე ერთ ზომის ისი მედიუმი უნდა გამომეწერა და თან ძალიან მაზიად ნახე როგორ ხდება ამ ზედასაც და იმ მაიკასაც აი ამას რო განახეთ ზედყავიანს და მას ჩავიძმოთ კონდეს რა და ეს კურტკა კიდე ჯინსის და ეს ძალიან დიდი მომივიდა უმართლე ამაზეც ეწერა რომ ცოტა დიდი უნდა იყო იყიდოთო აღარ მახსოვს არ ეწერა იმაზე ეწერა მარტო და ეს მე თვითონ გამოვიწერე მეთქი მედიუმით უოჭველი კარგად მექნება ან ცოტა პატარა თქო რა და ჯინსი მოიცმე თქო თხელ რაღაცებზე თქო დიდი მაქვს საკმაოდ მაგრამ რაღაც შევძლე ესეთი ყავისფერი საყელო აქვს ასეთი და იცი რომ აი მხრებში მაქვს ძალიან გაწეული მიხდი მაგრამ აი ხა ცოტა ოდნავ სქელი რა ჩავის იმდენად მაგრამ აი უყურე დიდი მხრებს მეჩენს არ და ვაფშე არ მაქვს საერთოდ უნცი არის მაგრამ ძალიან მოზიერი ჩაცმული და იცი და ეს ფეხსაცმელები რო განახეთ წინა ვლოგში ყავისფერები იმას ძალიან მოუხდება ეს იმიტომ რომ ყავისფერი საყელო აქვს და სხვა რას მოუხდება ну მომზედასაც მოუხდება ხო ცოტა მუქია და ის ციგროვის რო ვიყიდე ბოდე რო ვიყიდე რო განახეთ იმასაც ძალიან მოუხდება შეგნიდან ეს შევიწვი და ასე სხვა არაფერი არ გამიწერე ისინი გამოვიწერე ну ცოტაც არ არის კიდე რა უნდა მეთქვა ხო კიდე წონასთან დაკავშირებით მინდა ვიდეო ჩავწერო და ვერ მოვაპი თავი საერთოდ რა და აი არ ვიცი ხო და ასე შემაშლა კრემი იმედია მოგეწონათ რავი რაც ვიხიდე ისეთი არაფერი არ არის მაგრამ ну არის რა ეხლა ჩავიცი ჩვეულებრივ შავი ჩაბალი რომელიც ვიყიდე რა ერთი 4 წლის წინ და ეზე და შეუფერე ხო იმის დუდს ვიცმევ და ფეხზე არ ვიცი რას ვიცმევ ფეხზე ჩავიცავ ან თეთრი შავში რა მაგორნა მაღალი პლატფორმით ანუ ყავისფერებს რაც განახეთ წინა ბლოგში ისე ის მაქვს სხვა ფეხსაცმელებით მაქვს უგები ხوار ჩავიცო თქო ფიქრობ რა ვიება აიც და გემშვიდობებით ახლა დიდად რა ვიცი იმედი მოგეწონათ ჩემი ბლოგი გადახეთ გაიზარდეთ რა ვიყიდე ახლა წავალ მაგის გავიკეთებ ცოტა
ტუცი წავის მე კონტურს. თვალებს ავიპრიხავ და ჰაილაითერი და რუც გავიკეთებ აქსადმე ტოტალი აი ძანოდნავ რა ამაში ესე და გარეთ ვიყურები ბრონზერი და ეკა всё რაც უფრო ზოგადად მაკიაჟსაც უფრო არ გამოიყენებთ ყოველდღიურად უკეთესია თქვენი სახის კანისთვისაც რა თქმა უნდა და პლუს უფრო სუფთა სახე გექნებათ რა თქმა უნდა და უფრო მოვლილი იქნებათ და თუ მოურეთ ახლა დიდად მე არ უვლი მას ჩოლბრო მას ვისმევ და ზისგან დავცავით საუცილებელი არის მე სახე ისე მქონდა გაფუჭებული ისე მქონდა გაფუჭებული აი რა ვიდა რა გითხრათ აბა კატასტროფულ მდგომარეობაში მქონდა სახე ოღონდ მართლა აკნეთ არ იყო იცი რა იყო რაღაც გამოწვეული ორგანიზმიდან ანუ სახეზე მთლიანად არ მქონდა შუბლზე გამონაყარი წვრილ-წვრილად ოღონდ რა მსხვილად არც მსხვილად არ მქონი სახის ანუ სახეზე ანუ შუბლთან აქ სულ და ანუ მერზე მაყრიდა ხოლმე სულ და მე რეკიმჩა წავედი და ძალიან ძლიერ წამალი გამომიწერა 5 თვე ვცხოვრდი ზუსტად კატასტროფულ მდგომარეობაში მქონდა სახე მიხურდა სუწითელი მქონდა ეს ლოყები სახე კანის უმძვრებოდა ტუჩები მიშრებოდა მისკდებოდა მტყიოდა ცხვირი ძალიან ისეთი გამოიწვია რა თავისი მინუსები იყო ყველაფერს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ვიცოდი მე რა თქმა უნდა რა გამოწვევ მის მექნებოდა მე მაგრამ ყველაფერი ავიტანე რა აი 1-2 თვე იყო ძალიან კატასტროფული მართლა აი ისე ცუდად მქონდა სახე და ისე ცუდად ვიყავი ანუ შინაგანაც გარეგნულათაც აი სიწითლე რომ მქონდა ისე არ მომწონდა ისე მეზიზღებოდა აი მაგიზიანებდა რომ უყურებდი რა განა ძალიან კატასტროფულად კი არ მქონდა სახე არა უბრალოდ აი სიმხურვალი რომ მქონდა ისი ხდება სახე რომ ასე მქონდა მტყიოდა შინაგანად მიხურდა და ასე ვიდეოს გადაღება გაითიშა აღარ მქონდა ადგილი და რანაირად არ მაქვს მაგას ვახდები რა არაფერი მოგცეთ გადმოწერილი ვიდეოებიც რაც მქონდა გადაღებული წაშერი მქონდა მე ვხდები ან მაგრამ ჩაფლებული რატოა მოიცა ერთი წუთი ეს ის ნახო ვიდეო კიდე ითიშება და გამშვიდობებით ახლა არ გაითიშოს დავამონტაჟო და მე სხვა უნდა გადავლო კიდე ოღონდ დღეს არა რა თქმა უნდა სანამ დავამონტაჟებ სანამ გავაკეთებ სანამ იქ აიჭურთება სადაც გავაკეთებ მე სანამ YouTube-ზე ავტვირთავ ყველაფერს დრო ჭირდება ხოლმე მე ალბათ ერთი დღე მაინც სჭირდება ხოლმე ყველაფერს გაკეთებს წავედი ხდა გამშვიდობებით კარგ დღეს გისურვებთ მადლობა ყურადღებით ვინც მიყურეთ და ძალიან დიდი თხოვნა იქნება რომ არხი გამოიწეროთ ვისაც არ გაქვთ გამოწერილი comment subscribe დააჭიროთ ხელი და ლაიქოთ ან კომენტარი დამიწეროთ ნებისმიერი თუნდაც გული დამიტოვეთ და რა ვიცი მადლობა რომ მიყურეთ აი ძალიან დიდი და რა ვიცი თუ რამე კითხვა გაქვთ შეგიძლიათ დამიწეროთ თუ რამე არ მოგწონთ შეგიძლიათ ისიც დამიწეროთ რომ გავითვალისწინო და რა ვიცი 12 ხდება უკვე და ასე რა წავალე ხა მაკიაჟს გავიკეთებ ცოტა და კომო სამშობლოში ერთ საათში მიდივარ რა ერთ საათში წავალ სამშობლოზე ეხლა იქ თაკვის ბოლოს ვისვენებ 15 დღე სახში ვიქნებ და მე ალბათ გადავფრო კაი ვიდეოებს დავედი თვებს ავიწევ ხა ფიქრობ რომ ასე ავიწიო თქო აი ასე ასე და ასე ძალამაზ იქნება აი თვებს ხო იღებო ხოლმე და შეღებიდან 2 დღე ძალიან მაგრეთაა ხოლმე და მხარი რა ღიად და უკვე რომ ამდის ხოლმე ეს თმებით მუქდება რა ჯანდაბაჭირს არ ხვდები აღარ შეეცი საშინელ მდგომარეობაში მქონდა
Вообще სულ შესაძლებელი გასახლებელია, მაგრამ რანაირად სად როგორ ვერ მოახერხებ რანაირად. ეს საყურებიც ახალია ხო, აღარ მithქვი და კიდე რაღაც საყურები დიდი ერთი. და მე განახებთ ვიდეოში ერთხელ გავიკეთებ იქაც. ისევ გაითიშა სამწუხაროდ. წავალ დაგემშვიდობებით ახლა. კარგად დღეს გისურვებთ. და რა ვიცი. კარგ დღეს გისურვებთ. წავალ განათავისუფლებ ტელეფონის ადგილს მეც უკვე. რომ შემდეგი ვიდეოებისთვის სუფთად იყოს. და რა ვიცი. თუ რაღაც კომენტარი გექნებათ ანუ ჩემს მიმართ, შეგიძლიათ დამიწეროთ ჩვეულებრივ და გაგცემთ პასუხს. ხო და ასე. რა კატასტროფული მდგომარეობა მაქვს ღმერთო. გიჟის სახე მაქვს. ხო, აი რაღაცა ჭირს არის ტელეფონს. არაფერი არ მაქვს ვიდეოები ჩაწერილი საერთოდ, მაგრამ უნდა ისე ვქნა, გავასუფთავო, ითიშება, არ მაძლევს უფლებას რომ ჩავწერო ვიდეო. გავაგრძელო. ამიტომ წავედი ახლა დაგემშვიდობებით და რა ვიცი, წარმატებული დღეს გისურვებთ და ნახვამდის.